და თუ კი ამ აბებით გბერავს ვიღაცა, მაშინ რა ღირსებაზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ. და თუ კი ვამბობთ, რომ ჩვენ ღირსეული მოქალაქეებისგან შემდგარი საზოგადოება ვართ და ამით ვიწონებთ ყველგან ყოველთვის თავს, ხო? ჩვენ ქართული საზოგადოების წევრები ყოველთვის ვიწონებდით თავს იმით, დამსახურებულად, დაუმსახურებლად, ყოველ შემთხვევაში ვამბობდით, ყოველთვის ჩვენ ღირსეული მოქალაქეების საზოგადოებას ვაშენებთ. და აი ბოლო აწლეულებში თითქოს რაღაცა მართლაც ღირსებისკენ, ღირსების ნამდვილი მორალური გაგებისკენ დავიძარით კიდეც. და აი ნახეთ, აკენწლეს ეს თემა, აქ უკენწლეს მოქალაქეები და სათამაშო თუთიყუშები ვართ სინამდვილეში ამ დროს. და მე მინდა ყველა მოქალაქეს ვთხოვო, კიდევ ერთხელ შეხედოს ამ სიტუაციას სარკეში. საკუთარ თავს თვალებში, აი საკუთარ თვალებს შეხედოს და კითხოს ღირსება ბოლო-ბოლო ის არის, რითაც გვბერავენ ეკრანებიდან და ამ ინფლუენსერების პირით თუ ემოციებით, თუ ეს არის ჯანსაღ საკუთარ შეხედულებაზე დგომა, ხო? ჯანსაღ დებატში და კამათში ყოფნა სხვა ადამიანებთან და არა სათამაშო манипуლირებულ თუთიყუშად ცხოვრება. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სად არის ღირსება ამ დროს? ამ დროს სად არის ღირსება? გაბერილს გაცხოვრება. სად არის ღირსება? არა მარტო სიტყვა ღირსება, არამედ თვითონ ბევრი ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი სიტყვა, რომელიც საქართველოში და არა ზოგადად ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის გაუფასურებული აბსოლუტურად ალბათ სპეციალურად ამავე დროს ავტორიტეტები. ძალიან კარგი მაგალითია ამხანაგო რო დაუძახო ვიღაცას, გადავუღოთ შეიძლება კომუნისტების და სოციალისტების მიდორად რა თქმა უნდა მიგაყოლოს პირდაპირ, მაგრამ ამ დროს გადასარევი სიტყვა. კი ბატონო. მაგრამ აი ბევრი რამის ფალსიფიცირება მოხდება. ბატონო ასე თქვენ მინდა გკითხოთ ბატონო პაატა ისაუბრა რომ აი მართლა რაც თქვენ თქვით რომ ჩაიხედო სარკეში. მე სულ მეფიქრება მაგალითად აი მედიები, პროპაგანდისტი მედიები, ტელევიზიები, არხები, არა მარტო ინფლუენსერები, ტიკტოკერები, ვიღაცები აი როგორ მუშაობს ეს რა? აი რო თქვათ გასაგებია ხელფასი მესმის ეს ყველაფერი, ყველას გვაქვს რაღაც პასუხისმგებლობების, ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ხო არსებობს რაღაც მომენტში აი როგორ შეგვიძლია ვთქვათ ჩვენ ადამიანებს, იმიტომ რომ რეალურად ეხა თან აი რაღაც ეგეთი განცდაა რომ სპეციალურად მე ესე მგონია ყოველ შემთხვევაში რომ ეს პროპაგანდა ეხა იმაზე მუშაობს რომ ჩვენ ერთმანეთს დავეტაკოთ და ვლანძღოთ მე გავბრაზდე იმაზე იმან გამლანძღოს მე და დავიშლებით და რა საზოგადოება აი ის იმ ხალხს რომლებიც სარკეში აღარ იყურებიან და მართლა აი ამ მავნებლობას ჩადიან ნებსით თუ უნებლიეთ მაგრამ ჩადიან ფაქტია და ავრცელებენ აი ამ ბოროტების მანქანას ამუშავებენ რეალურად აი როგორ შეგვიძლია რომ მათ მივაწვდინოთ ხმა რომ ან არ გაჩერდნენ, მაგრამ ეთერში დაიწყონ საუბარი სიმართლეზე. საერთოდ არ გისმენთ. მაკუთხეს ერთ ელემენტარულ რაღაცა ნებისმიერი პრობლემის მოგვარების პირველი არის პრობლემის აღიარება. აღიარება, რა თქმა უნდა. და მაგის მერე სხვადასხვა ამ პრობლემაზე საუბარია. საუბარი. და შემდეგ რეაბილიტაცია. იგივე ახლა ვინმე არ ჩამთვალოს გებელსის აპოლოგეტად, მაგრამ გებელსმაზე რა ქვია, პროპაგანდაზე ძალიან ბევრი აქვს ნამუშევარი და ძალიან ელემენტარული ფორმულა აქვს. უკვე როდესაც ინსტრუქციებს წერდა. და აი მახსოვრეთო, პროპაგანდა კარგავს თავის წონას და იმ წამს, რა წამს, ვინც ისმენს, მიხვდება რომ პროპაგანდაა. რა თქმა უნდა. ელემენტარული ფორმულა. მეორე მომენტი, რაც ფიზიოლოგიაზე ვახსენეთ. ჩვენ და საუბედუროთ შეიძლება ძალიან ცუდად ჭრეს, მაგრამ მოსახლეობას დაახლოებით ბაყაყის პრინციპით გვექცევიან. ძალიან ძველი პრინციპია და ცნობილი პრინციპი, რომ ბაყაყს თუ აიღებ და ცხელ წყალში ჩააგდებ, ამოხტება და ცოცხალი დარჩება და თუ იგივე ცივ წყალში ჩასვავ და ნელ-ნელა აუწევ ტემპერატურას, ისე კარგად მოიხარშება, რომ ხმასაც არ ამოიღებს. საზოგადოებას რაღაც მომენტში ეგ მოუვიდა. ანუ მოეშვა, დაინახა რომ რაღაცაა და ეს ტემპერატურა ისე ნელა აიწია, რომ უკვე ცილის დაშლის ტემპერატურაზე ვართ და ძალიან ცუდია. ფულია ძალიან. კი, ეგრეა. შეიძლება ერთ მომენტს ვიტყვი და პროპაგანდას დაკავშირებით ჩემი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში რაღაც სწავლებები და შესწავლები მქონდა და იქ სხვადასხვა ძალიან ესეთი ჭკვიანი ადამიანი იყო ერთი რომელსაც კაი ფრაზა მითხრა რომელიც twin-ში ჩამიჯდა რა და კარგი მომენტია. ყველას გვახსოვსო ხო ჩვენო საბჭოთა პროპაგანდაო. იო. აი საბჭოთა პროპაგანდა ვისაც გახსოვთო დაიმახსოვრეთ ყველაზე მაგარი ფრაზაო რაც პროპაგანდის შინაარსს აღწერსო. პროპაგანდა როგორც წესი აგებულია ტყუილზეო.
პროპაგანდის ტყუილიო არის ყველაზე მაგარი სიმართლე იმ სახელმწიფო წყობილების, რომელიც ამ პროპაგანდას ეწევა. აი, იდეალურად ახსენს პროპაგანდის შინაარსს. რა უნდა უშუალოდ ჩვენ ახლა მოსახლეობას? იმ პროპაგანდის მსხვერპლი მეც ვარ, თქვენც ახართ, ყველა ჩვენგვარი. ყველა. იმიტომ რომ ადამიანს, როდესაც ქტვირთავენ ძირითადად შიშებით, ძირითადად ნეგატივით, ძირითადად დაძაბულობით, ძირითადად სხვადასხვა ცუდრამეებზე ფიქრით. ყველას ერთნაირი სიძლიერის, როგორც ჯანმრთელობის შემადგენელი ნაწილი ფსიქიკა არა აქვს. შეიძლება ახლა თქვენ ვაბობ, შეიძლება ვიღაცა გადაერიოს, გაგიჟდეს და ვიღაცა აბსოლუტურად უდანაშაულო კაცი ქუჩაში გავიდეს და ცემოს. რა თქმა უნდა. თან გათვლა იმაზეც არის, რომ მაინც ისეა რა, რაღაცნაირად თითქოს ქუჩა დაპირისპირებული თაობას და თქვა გარკვეულწილად ადამიანებს, რომლებიც რაღაცნაირად ესე იგი მათი გეზი არჩეული არის რაღაცა უფრო ცივილურობა, თქვა ჰუმანურობა, ადამიანზე ორიენტირებული ქვეყანა, ასე ვთქვა და ნუ ცალსახად ახლა ვინც თავისი ჯანმრთელობის ფასად ცდილობს, რომ ევროპის გეზი არ დაკარგოს ქვეყანამ და ეს რაღაცა ისტორიული შანსი არ ჩამოგვენგრეს, იმას ჯერა ამისი. ხო, აქედან გამომდინარე, იქიდან ხალხი ცოტა ესე ვთქვა თამამდება რასთან, რომ მათ ქუჩა არ იციან. ერთს დაუყვირებ გაჩერდება რა, იმიტომ რომ ეხა ადამიანს ვისაც გატარებულია, თქვა ქუჩაში რავი წლები და იარაღიც დარება, იარაღიც იცის, დანების შტირი აქვს რაღაცა. იმას განცდა აქ რომ ამარა უნდა მიქნეს და გარკვეულწილად ანუ რაღაცნაირად აი ამ შიშის დათესვას ამითიც აკეთებენ, იმიტომ რომ აი ეს მაკაჩიხლაძის ეპიზოდი ისევ მინდა გავიხსენო ტიტუშკების ამან რაღაცებს თავისი ხელით ჯერ კიდე არ აკეთებენ, მაგრამ ამავე დროს უკვე სხვისი ხელით ვიზავს, სადაც უკვე კანონი პროპაგანდის ეს ერთ-ერთი დიდი ის არის მთავარი წესი, რომ პროპაგანდის წყარო ხო არ ვიცით. ჩვენ ვიცით მხოლოდ მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე მუხლის მსხვერპლები ვართ, ასე ვთქვათ, არა? იმიტომ რომ პროპაგანდა არ გამოდის პირდაპირ ესე პირდაპირ ხაზზე. იშვიათად მოდი ესე ვთქვათ. სინამდვილეში ეს არის ისეთი საკმაოდ ისეთი რთული ქსელი, რთული მანქანა, რომელიც ისე მუშაობს და ერთი რაც მინდა ვთქვა, იცი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევახსენოთ ერთმანეთსაც და იმათაც რა, ვინც სადღაც აი ამ მანქანას ამ ძრავებზე და ჩარხებზე მუშაობს. რომ იცით გავლილი გვაქვს ჩვენი საზოგადოება არ არის სათამაშო თუთიყუშების საზოგადოება. ჩვენ აი ისიც გავლილი გვაქვს, რაც ახლა ახსენეთ. ჩვენ საკმაოდ ძლიერი სკოლა ფსიქოლოგების, საკმაოდ ძლიერი სკოლა ფილოსოფიური ლოგიკის. იცით ეს არ არის ის საზოგადოება, რომელსაც შეიძლება ესე იოლად მოექცე და ეს აბები იოლად აყლაპო. ჩვენ იმხელა სოფხედელობრივი კულტურული ძვრები გავიარეთ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ძალიან გამოწვრთნილია ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი. და ამას შეემატა უზარმაზარი პლეიადა ახალგაზრდების. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ გავიარეთ ეს ჩვენ და იოლად არ ჩაყლაპავთ ამ აბებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია რა. რომ ჩვენ უთხრათ ეს ერთმანეთს, შევახსენოთ ეს ერთმანეთს. ხო? იმიტომ რომ გვექცევიან ისე თითქოს ჩვენ ისე, ხო, არ გვესმის ეს ყველაფერი. ხო, შეურაცხყოფელია. ვერ ვშიფრავთ ამ ყველაფერს და ამ კოდებს, ხო? ამ კოდებს აი ესე იოლად ჩავყლაპავთ და არ არის. მართლა ძალიან შეურაცხყოფელია, იმიტომ რომ ეხლა წარმოგიდგენთ, თქვა მე ვარ შეურაცხყოფილობა არის ძალიან მნიშვნელოვანი მდგომარეობა რა. ჩვენ უნდა თქვათ, რომ ეს შეურაცხყოფელია. და დამამცირებელია. მაგრამ ერთიც თქვა, აი უკაცრავად ერთსაც ვიტყვი და მე ისა დავთმობ. კონფლიქტში ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ უსმინოთ ერთმანეთს. ესე იგი არც ერთ ბაბლში არ გავეხვეთ, ეს არის ძალიან უნივერსალური კანონია. ეს არის უნივერსალური, მე ძალიან შეგნებულად მაინც არ არსებობს რომ ყველა არხს არ ჩამოვუყო. ყველა კატეგორიის ფეისბუქები თქვა მეგობრებს არ მოусმინო სპეციალურად თან ყურადღებით და გულდასმით არ მოусმინო და ასე შემდეგ. იცით ჩვენ ჯანსაღი საზოგადოება არის საზოგადოება რომელიც არ გადის ორ ძირითად უკიდურესობაში. თორე სადაოს რა გამოლევს მით უმეტეს დემოკრატიულ საზოგადოებაში ჩვენ ერთმანეთს ვეუბნებით რომ მე განიჭებთ თქვენ რომ იცხოვროთ თქვენებურად და თქვენ განიჭებთ ხო უფლებას საშუალებას მეტის გეხმარებით რომ იცხოვროთ თქვენებურად
ხო, თავად განსაზღვროთ, როგორ გინდათ იცხოვროთ და თქვენ და ხო და ასე ვქმნით, ეს არის დემოკრატიული საზოგადოება. იფიქროთ, თქვათ ის რაც გეთქმევინებათ და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ სადაო ყოველთვის ბევრია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ამით არის საღი და კარგი დემოკრატიული საზოგადოება. რა თქმა უნდა, და რთულიც, რა თქმა უნდა, კომპლექსური, რთული. მაგრამ ორ უკიდურესობაში გასვლა არის შესაძლებელი და სამწუხაროდ არა მარტო ქართული საზოგადოება გასულია ახლა ამ უკიდურესობაში და უნდა მოველოდეთ რაღაცას მართლაც აი ესეთ გლობალურ დონეზე, რაღაც დიდ უკეთესობას. ესე იგი, ერთი უკიდურესობა არის დავარცხნილი ჰარმონია. აი ჩვენს ოჯახებში ალბათ ბევრგან რომ იცით რა არ მინდა შენთან დავა და მირჩევნია არ ვიკამათო და მაგრამ ის მაინც იგრძნობა ის ყალბის განცდა მაინც არის ყალბი დავარცხნილი ჰარმონია შეგვიძლია ამას დავარქვათ ამაში დარჩენაც არ არის კარგი პროპაგანდას ასხავს ეს წყალს და იმას და მეორე უკიდურესობა არის ნუ ეხლა როცა პირდაპირ ვეძგერებით ერთმანეთს და ხო შევდივართ არაჯანსაღ იმაში ნუ თან ოჯახებში მით უმეტეს და მით უმეტეს ეს დაშალე და ის ყველგან ამას ვამბობ რა ღირსებებზე ვსაუბრობთ ისევ როცა ოჯახებში გადაკიდებულები ვართ ერთმანეთს და აი ეს დაშლა აი ყველაზე ძვირფას მოლეკულამდე საზოგადოების ოჯახებშია შეჭრილი და აი რა ვიცი აი ოჯახი როგორც უჯრედი არის ხო ესე იგი ვეკიდებით ძალიან ცუდად ერთმანეთს ანუ რის თქმა მინდა ჯანსაღ ინტერვალში ვისაუბროთ რა რაც შეიძლება მეტი გამოვიჭიროთ საკუთარი თავი ხანდახან, აი ზედმეტად ემოციური თუ გამხადა რაღაც შეხედულება. მოდი დავფიქრდე რა, რომ ეს რისი ბრალია? რა დამემართა? რისი ბრალია? რა დამემართა? მოტივსაც მნიშვნელობა აქვს რა. ხადია მოტივს დიდი მნიშვნელობა. დავფიქრდე აგებინო თუ სამ ძირითად მოტივზე. ჩემი მოსაზრებები და შეხედულებები. თუ იკვებება და ამას ხო საკუთარ სინდის ტყუილს ვერ ეტყვია რა, ამას ხო საკუთარ თავს ვერ და სხვასაც ვერ მოატყუებ დიდი ხნით ხანგრძლივად. სინდისი მინიმუმ ყისიერად გეუბნება, პასუხობს. თუ შენ ფინანსური და შემოსავლის ინტერესები, ხო, ინტერესებს ებმის, თუ ერთ-ერთი წყაროა შენი მოსაზრებების, შენი მოქალაქეობრივი და პოლიტიკური მოსაზრებების, კამათის დროს, თუ კი გამოიჭერ ამაში საკუთარ თავს, თუ კი ბაბლში ხარ, ხო თუ კი რომელიღაცა ესეთი მიკერებული ხარ და რაღაც სხვა აზრი არ შემოდის ალტერნატიული ერთი მაშ ხო ალტერნატიულ მოსაზრებებში არ ახარ ხო აი ძალიან მნიშვნელოვანია რომ აქაც ვიცოდეთ რომ ეს უნდა გამოირიცხოს რაღაცნაირად არა ეს ძალიან კარგია იმ კუთხითაც რომ თუნდაც აქციებზე ძალიან მრავალფეროვანი ადამიანები ანუ ძალიან სხვადასხვა რაღაცა ზოგს სხვადასხვა სამხედველობა აქვს ზოგს სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნება აქვს სხვადასხვა იდეები მოწონთ და ეგ მნიშვნელოვანია იმიტომ რომ როდესაც შენ თან ერთის მხრივ შეიძლება შენი თანამოაზრია მაგრამ რიგ საკითხებში შემდეგ რომ ისიც შანს რამდენად განსხვავებულებიც ხართ იმდენად საერთო საქმეს გვერდში უდგეხართ აი აქციაზე ერთმანეთთან კომუნიკაცია სხვადასხვა განსხვავებული ადამიანების ასე ვთქვათ რა ამან შემოიტანა კიდე სხვა მრავალფეროვნება და ეს თითქოს ტვინი გაავარჯიშა რომ აი ერთმანეთის პერსპექტივით დავინახოთ რაღაცა შეიძლება ორივე მელომანი ვართ მაგრამ მე როკი მიყვარს შენ კლასიკა და დასანახად ვერ ვიტანდეთ ერთმანეთს მაშინ რა მაგრამ აი მიმდევრობებში მაგრამ თავდებოდეთ რომ გიყვარს მუსიკა მაგრამ მუსიკა გიყვარს კი სამწუხაროდ ჩვენ საეთერო დრო უკვე მოგვეწურა და რაღაცნაირად მართლა თემა ისეთი 1-2 საათი ორი სიტყვით რო შევაჯამოთ რაღაცის თქმა კიდევ მე ბოლოსკენ მინდოდა ასეთი ორი ვიტყვიან ძალიან გასათვალისწინებელი მომენტი ვთქვა პირველი ის რომ როდესაც პროპაგანდა შეიქმნა როგორც ხელობა და იარაღი მაშინ სულ რეალურად ორი გზა არსებობდა ამ პროპაგანდის გავრცელებით. ერთი რადიო იყო და მეორე პროკლამაციების გაყრა და ჰაერიდან ჩამოყრა. დღევანდელ დღეს ეს აი ფაიფი რასაც ქვია რა, ანუ ეს ინფორმაციის მოტანის იმ რაოდენობა ინტერნეტს ჩვენ უგან ვიხილავთ ერთ მათ, ანუ ინტერნეტში იმდენი ლეერია რომ კი ბევრია ძალიან. აი Facebook-ი, TikTok-ი, ის და ყველა თაობაზე და სოციალურ ჯგუფზე მორგებული, კი. ყველაზე დანაწილებულია და უბრალოდ რასაც პაატა ამბობდა რომ ყველაფერს უსმინოთ, აი ეგ როგორც გასტრონომიაში ჯანმრთელი კვებაა რომ არ შეიძლება მუდმივად სიტყვაზე ბრინჯით იკვებო, თულად გახდები ბოლოს. მონოდიეტა. არ შეიძლება მონოდიეტა, ბოლო-ბოლო კლავს ადამიანს. იგივე არ შეიძლება საინფორმაციო მონოდიეტა. ერთ-ერთი რო იტყვიან რეკომენდაცია მოსახლეობისთვის არის რომ ყველა მხარეს უსმინოთ.